ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნები და არჩევიდან 1 საათში გადამდგარი პრეზიდენტი 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე ფეხბურთელი და ყოფილი დეპუტატი პირველად საუბრობს. გიორგი ნემსაძეს დღეს პარლამენტში მოусმინეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ნემსაძემ 18 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების განეიტრალების არგუმენტით ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მოსთხოვა. მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში პოლიტიკური ჩარევა და ზეწოლა დაადასტურა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამაც, რომელიც 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თავადაც იყრიდა კენჭს. კომისიას წინა ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა ელექტროხესის ყოფილმა მფლობელმაც. თეიმურაზ ჭიჭინაძემ გაიხსენა, როგორ აიძულებდნენ ჟინერის წილების დათმობას, როგორ დააკავეს და როგორ გამოატანინეს ესის დირექტორ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი. კომისიამ მოусმინა საკრებულოს მოქმედ დეპუტატსა ჩალო აკბაიძემ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის დარბევის გარდა ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციის დეტალებზეც ისაუბრა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რიგით მე-17 ხდომა კომპანია ჟინერის ქონებრივი უფლების დარღვევის საქმის განხილვით დაიწყო. ქონების იძულებით დათმობის საკითხზე დეტალური ინფორმაცია კომისიის წევრებს ჟინერის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ მიაწოდა. ჭიჭინაძის განმარტებით კომპანიაზე ზეწოლა 1999 წლიდან იმ დროს დაიწყო, როდესაც პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა და ჟინერის წინააღმდეგ ბრძოლაში მერაბიშვილს USAID-ით მხარს უჭერდა. მისი განმარტებით კომპანია ჟინერი ლიზინგით გრძელვადიანი იჯარით ჟინმალხეს მართავდა და მნიშვნელოვან შედეგებს დებდა, თუმცა კომპანიაზე შეტევა კიდევ უფრო გაძლიერდა და პიკს 2005 წელს მიაღწია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიზანი კომპანიის გაკოტრება, წილების 51%-ის ხელში ჩაგდება და შემდეგ ჟინმალხესის სარფიან ფასად გაყიდვა იყო. ამ საქმესთან კავშირში თეიმურაზ ჭიჭინაძემ მერაბიშვილის და USAID-ის გარდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმ დროს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი, ახალაიები და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც დაასახელა. მისი თქმით, 2005 წლის 12 იანვარს დააკავეს. იმ დროს თეიმურაზ ჭიჭინაძე მრეწველების პარტიიდან თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ჭიჭინაძემ ფინანსურ პოლიციაში შემდგარი საუბარი და მასზე განხორციელებული მორალური ზეწოლის კონკრეტული დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, თუ კომპანიაში წილს არ დათმობდა, ცრუ ბრალდებას წარუდგენდნენ და შვილებით ემუქრებოდნენ. ჟინერის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოოდ თეიმურაზ ჭიჭინაძემ და სხვა პირებმა კომპანიაში წილები დათმეს, რის შემდეგაც ჟინმალხესი მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე გაასხვისა და ჟინმალხესის მართვაში რუსული კვალი გამოიკვეთა. 99 წელს, როდესაც გამოჩნდნენ ახალგაზრდა რეფორმატორები და შევიდნენ პარლამენტში, მერაბიშვილი იყო ეკონომიური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები უკვე გესზე ხელში ჩასაგდებად. USAID-იც უმაგრებდა მათ მხარს 2005 წლიდან უკვე დაიწყო მასირებული შეტევა. ჯერ იყო ძალისმიერი მეთოდით, როდესაც დამაკავეს მე მითხრეს, რომ უნდა დათმოთ შენი წილიო. დაუკავებიათ პარალელურად გესის დირექტორი ჩაჩხიანი ბატონი ჩაჩხიანი, რომელიც ჩამოიყვანეს ჟინვალიდან. დაუთმეთ ჩვენ ეს წილი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. თქვენ არ ქონიათ მცდელობა, რომ დაუშვათ ამ თქვენი უფლებების აღდგენა მოგეთხოვათ სასამართლო წესით. როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ დაგვიბარეს რატომღაც ჩვენი ინიციატივის გარეშე, დაგვაწერიეს განცხადება და ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო მოძიება 2012 წელს. და დღემდე ეს ჩვენი საქმე დევს პროკურატურაში. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე თეიმურაზ ჭიჭინაძის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მის მიმართ ქონებრივი და ფინანსური რეპრესიები ქრონოლოგიურად ჩალვა ოგბაიძემ გაიხსენა, რასაც ოგბაიძის თქმით მოგვიანებით მისი და მისი ოჯახის წევრების დევნა და დაკავებები მოჰყვა. ყველაფერი კი ჩალვა ოგბაიძის განმარტებით 2003 წლიდან იმ დროს დაიწყო, როდესაც საგზაო პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა და ადვოკატმა გელა
მმართველმა ნიკოლაიშვილმა რატი ალექსიძის ჩამორთმეული მანქანის შესახებ დაურეკა და უთხრა, რომ ავტომობილი პროკურატურის ავტოსადგომის ნაცვლად ქალაქში გადაადგილდებოდა. საბოლოოდ მანქანა მშრალ ხიდთან იპოვეს, რომელსაც კობასუბელიანი მართავდა. მოგვიანებით კი მისი თქმით გაირკვა, რომ მანქანას უკანონო ექსპლუატაციას გიგი უკულავა უწევდა და ავტომობილით მისი მეუღლე სარგებლობდა. ამ ფაქტის შემდეგ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დაიბარა და პოსტის დატოვება მოსთხოვა. ოგბაიძემ საბოლოოდ პოსტი დატოვა და სათავეში საავტომობილო ფედერაციას ჩაუდგა. მისი პრობლემები კი რუსთავის ავტოდრომით ვანო მერაბიშვილის დაინტერესების შემდეგ დაიწყო. ამის შემდეგ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ოგბაიძის ინფორმაციით ამ პოზიციაზე სააკაშვილის ბიძაშვილი უნდა დაენიშნათ. საავტომობილო ფედერაციაში და ოგბაიძის სხვა დაწესებულებებში ფინანსური პოლიცია შევიდა და სოლიდური ჯარიმები დააკისრა. საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომამდე კი სოდის ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ დაიბარა და ის ეგრეთ წოდებული შავი სია აჩვენა, რომელშიც ოგბაიძეც იყო და მისი თქმით უკანონოდ უსმენდნენ. საბოლოოდ ოგბაიძეს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს. აღმოაჩინეთ, რომ ამ მანქანით, რომელიც ავტოსადგომზე უნდა მდგარიყო, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობდა ბატონი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრი ქალბატონი. ამას ამბობთ? დიახ. რაც მეტად დაინტერესდით თქვენ ამ საკითხით, მით მეტად წამოვიდა თქვენს წინააღმდეგ პრობლემები. ამას ამბობთ? და დაგიბარათ გია ბარამიძემ. საუბრისას მითხრა, რომ უნდა გადავდგე ვინაიდან ცუდად მექნება საქმე, შეიძლება დამიჭირონ, ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ. შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო? დიახ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქარა? ნუ ცხადია. ვისგან? ნუ ცხადია, ვისგან უნდა ვანო მერა ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ეს იყო სააკაშვილი. მე გაგონილი კი მქონდა, რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა, რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და შემიძლია თქვა 100%-იანი სიზუსტით, რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. როგორც ჩალვა ოგბაიძე აცხადებს, ყველაზე რთული პერიოდი მისთვის და მისი ოჯახისთვის 2011 წელს 26 მაისის აქციებიდან დაიწყო, როდესაც ჩალვა ოგბაიძე და მისი ორი ვაჟი დააკავეს. ოგბაიძის თქმით, აქციის დარბევის დროს სასტიკად სცემდნენ ყველას, მათ შორის მას და მისი ოჯახის წევრებს. ჩალვა ოგბაიძე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. იხსენებს, რომ გონების დაკარგვამდე ხელკეტების ეგრეთ წოდებული დერეფანი გაატარეს და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა კეფაში მიზანმიმართულად ჩაარტყა. ოგბაიძის თქმით, მისი შვილები ლევანი და გიორგი სასტიკად აწამეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მისმა უფროსმა შვილმა გიორგი ოგბაიძემ საქართველოს ოჯახთან ერთად დატოვა. 26 მაისს 2011 წელს ორი სიტყვით რო თქვა რა ხდებოდა, ოპერაცია დამჭირდაო, რა ოპერაცია იყო, შვილების წამება, რა იგულისხმება საწამეს როგორაც. ესე იგი, ცოტა დეტალურად. სააკაშვილს ეჩქარებოდა, რომ 26 მაისის დილას გაემართა ამავე ადგილას დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება და გადაწყვიტა, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაერბია და ასე გამოეთავისუფლებინა რუსთაველის გამზირი. ამ დროს თქვენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდით ოჯახთან ერთად. დიახ, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც, ესე იგი, იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, ხომ, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1993-ზე. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი, არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო. და დაზიანების გარეშე, როგორც მას ბრძანება ჰქონდა, არავინ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევაც. კიდევ ვიმეორებ, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს
კომისიის წევრებმა სხდომის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილეს. UEFA-ს მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები გაიხსენა. მისი თქმით, ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ამ არჩევნებში გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვებიდან 1 საათში ნემსაძის გადადგომა სხვებთან ერთად გააპროტესტა და ფაქტი საჯაროდ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. ამის შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რის პარალელურადაც მისი დევნა დაიწყეს და საბოლოოდ საკუთარი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. კვარაცხელიას განცხადებით, მას ნეკნები და 10-ვე თითი მოტეხილი ჰქონდა და გატაცების პერიოდში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შავი ზუს ქუჩაზე ვარ. დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება. სანამ გადავაყენებდი 4-2 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან, გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ, ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში. სამი ტიპი მირტყავდა, როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ რომ რაციის ხმა ისმოდა სულ. და იყო საშინელი შეურაცხყოფა. 6 ნეკნი მოტეხილი მე როგორც იქიდან დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწი ძვალი, უკანა ძვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. თავში არ მირტყავდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშული ყავი და გამეგო რატომ ჯიდნენ. წამიყვანეს ვაშლიჯის ტყეში დამაგდეს. ფეხბურთის ფედერაციის ორი არჩევნები გაიხსენა და მასზე ზეწოლის ფაქტებზე კომისიის წევრებს ახსნა განმარტება თავად გიორგი ნემსაძემაც მისცა. მისი თქმით 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გიგი უგულავას დავალებით კანდიდატურა მოხსნა. 2007 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დანიშვნიდან 1 საათში კი დავით კირკიტაძე დავით ნამგალაურთან ერთად მივიდა და ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი დაალაპარაკა, რომელმაც ნემსაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. გიორგი ნემსაძე გადადგა და 2007 წლის 17 მაისს გამართულ ხელახალ არჩევნებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. რატომ გადაწყვიტეთ უეცრად, რომ ნდობა გამოცხადებული თავმჯდომარე ფედერაციის გადამდგარიყავით? იმიტომ რომ ეს იყო ყველას გვახსოვს ძალიან დიდი შოკი. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რატო არისო ეს მოსულდა თქვენთან უნდა გასაუბრებაო. დამხვდა და მეუბნება რომ მიშამ დამიერეკა სააკაშვილმა და სასტრაფოდ უნდა შეთან დაკავშირებაო და დაგვახურა. ამ საუბრებში ვართ და რეკავს ტელეფონი და გისმენთ ბატონო პრეზიდენტო დათო ელაპარაკება. ახავარ მე გიორგისთან და ეხლავე დაგალაპარაკებთო. ნემსა ესე ციტირებ, ნემსა ძალიან გთხოვ სასტრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა, 2 სათხოვარი მაქვს, ერთი ესო და მეორეს გთხოვ რომ 3 საათიან კურიერს რომ მოусრო. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და დამენგრევაო თავზეო ყველაფერიო და თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთითო ამ ეს რაც გთხოვე ის გააკეთეო თუ არა დაინგეთო არა და ფეხბურთით უნდა დაიწყებ ქვეყნის გრევას. ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ ესე გამოვიდა და გავაკეთებ ეს განცხადება. რთული იყო ამის გადაწყვეტის მიღება. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 მაისს ეწურება, თუმცა კომისიის წევრები პარლამენტს მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივების თხოვნით უახლოეს ბიუროს სხდომაზე მიმართავენ და შუალედურ ანკარიშს წარუდგენენ, რომლის მიხედვითაც 13 თებერვლიდან დღემდე კომისიამ 17 სხდომა გამართა და 55 პირი გამოკითხა. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განმარტებით მოსმენების შედეგად გამოკვეთილი სტატისტიკით ყველაზე მეტი შემთხვევა საკუთრების უფლების დარღვევას და წამების ფაქტებს უკავშირდება.